შეიძლება კი არა, აუცილებლად ეგრეა. მამის ფიგურამ განსაზღვრა მისი ლიტერატურის ძალიან დიდი ნაწილი. კაფკა მე-20 საუკუნის უდიდესი მწერალი არის რომ ამბობენ და მისმის რატომაც არ ვიცი ხო ფოლკნერი და კორტასარი რო არსებობს მაგ პერიოდში გამიჭირდება დავით ახალ მაგ მოსაზრებას. რატო გამორიცხავს მე? უდიდესიო ისინი ამბობენ. ბრმა ხო იყო თვალი აეღილება და ეს რა არის ბიჭო? აი საშინელება. არა, კაი ინტერპრეტაცია ეხ, მაგრამ უმეწონა. ხო, მაგრამ საშინელია. საშინელი არის ხადია კი. ღამე ავდექიო, მამაც ჩემს წყალი ვთხოვეო და ხელი მოკიდა თავის შვილს და გარეთ სიცივეში გააგდორა და ეს სიცივეში აივანზე დატოვა ბიჭო. ხო, საშინელი ტექსტია. აი სუნიასტის თანამედროვე ადამიანის ხრწნის. მამა მოდერნული ადამიანი მართლა ხო ეგეთი გახდა რა, საერთოდ ხელს ვერ აღიქონს. მინდა რომ დავიჯერ. მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის საბა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს და გვაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეწერა პოდკასტები და გაგვიზარებინათ თქვენთვის ისეთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გონია. სანამ უშუალოდ ტექსტზე გადავალთ, ერთი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ასევე სხვა პლატფორმებზეც ვართ, YouTube-ზეც ვართ, TikTok-ზეც ვართ, Instagram-ზეც ვართ, Facebook-ზეც ვართ და იქაც გამოგვიწერეთ. და ასევე ლინკში იქნება მითითებული დონაციის ლინკი, თისა. და შეგიძლიათ გამოგვიზრდოთ ნებისმიერი რაოდენობის თანხა 2 ლარიდან 50 ლარამდე და მოვაყოლოთ შეკითხვა აუცილებლად მოვაყოლეთ. ხო, დღევანდელი ჩვენი ტექსტი იქნება ფრანც კაფკას მეტამორფოზა, გარდასახვა ან როგორც გინდათ უწოდეთ, სამი სახელით გვაქვს ნათარგმნი ქართულით. პირველ რიგში რატო არჩიე შენ ეს ტექსტი? იმედი მაქვს პირველ რიგში რომ ხმა კარგად ისმის, იმიტომ რომ აქ ვერ დავიმაგრე და ბლოკნოტზე მივამაგრეთ. მე რატო მინდოდა ამ ტექსტის არჩევა? ბიჭო, იმიტომ რომ მე მგონია რომ თანამედროვე სამყაროს და თანამედროვე საზოგადოებას და ზოგადად ადამიანს თანამედროვე სამყაროში მოდერნულ ადამიანს მაგრად აღწერს რა. აი, მაგაზე მე რითიც ჩაგიგე. ჩემთვის ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავია. ხო და შენ რატო გინდოდა? ბევრი ნახვა იქნება. ბევრს არ წაიწული პირადად მე დიდ. ხო, ეგეც არის პრინციპში ხო. პირადად მე დიდად კაფკას ფანი, კაფკას მკითხველი არ ვარ. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ წილში გეთანხმები რომ მეტნაკლებად აღწერს თანამედროვე ადამიანს და ეს მაგ ნარატივზე მიდის რა. რაღაც ბევრ სტატიაში ეგრე რა. კაფკა მე-20 საუკუნის უდიდესი მწერალი არის რომ ამბობენ და მისმის რატომაც არ ვიცი ხო ფოლკნერი და კორტასარი რო არსებობს მაგ პერიოდში გამიჭირდება დავით ახალ მაგ მოსაზრებას. რატო გამორიცხავს მე? უდიდესიო ისინი ამბობენ. დიდიო კი არა, უდიდესიო თორე დიდზე არ ვიცი ნამდვილად. ხო, ყველაზე დიდი. ხო, არა, გავლენის თვალსაზრისით შეიძლება მაგორზე დიდის იყოს რაც რა ვიცით. კი. შეიძლება კი არა, ჩემი აზრით არის. კაი, მოდი ტექსტზე გადავიდეთ. ხო. უშუალოდ და ორი თარგმანი გვაქვს. ანუ ორი სახელის მიხედვით, ერთს ქვია გარდასახვა, რომელიც მაქვს მე წაკითხული და მეორე არის მეტამორფოზა, რომელიც გავს რა, ხო, შენ მეტამორფოზა გაქვს წაკითხული. მე გარდასახვა სიტყვა უფრო მომწონს. მეტამორფოზა უფრო ანუ ქართულია და მაგიტომ უფრო მომწონს. ვერ ხვდები რა განსხვავება ქართულ გარდასახვას და რაღაცა მეტამორფოზას შორის. მე მგონია რომ უბრალოდ არსების გარდასახვა არის ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში გადასვლა და მეტამორფოზა ნიშნავს რომ ის მეორე ფორმა რომელშიც გადადის რეალური ფორმა არ არის. ანუ იდეაში ხო ეს მნიშვნელოვანი დეტალია, ხოჭოდ კი არ გადაიქცა, ეს ჩვენმა ლექტორმა რო გითხრა. ხოჭო არ არის, უმგეწიფ ქვია თუ რაღაც ეგრე. და ეგ ნიშნა, ანუ ხოჭოს არ ნიშნავს რა, ხოჭოს მსგავს რაღაცნაირ უფორმო არსებას რა. არასწორი, ცუდი ფორმის მქონე არსებას. პირდაპირ ნიშნობით ხოჭო არის. ანუ საზარელ მწერად გადაიქცა. ხო, საზარელ მწერად. ანუ მეტაფიზიკურ არსებად და მაგიტომ მეტამორფოზა შეიძლება უფრო სწორი თარგმანი იყოს. ხოჭო წერია ერთ ადგილას, ყოველ შემთხვევაში ამ თარგმანში, ის მომვლელი ქალი ეუბნება უკვე ზან ტექსტის ბოლოსკენ ხოჭო, საზღარი ხოჭო თუ რაღაც ეგრე. ანუ ნახსენები არის რა ხოჭო. მე ამ თარგმანში ვერსად ვიპოვე ეგალიც. ხო. ეგ მნიშვნელოვანი დეტალია. კი, მოდი დასაწყისით დავიწყოთ, იმიტომ რომ კამიუზეც ეგრე გავაკეთეთ და აქაც ჩემი აზრით დასაწყისი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დასასრული, ანუ საკვანძო ეპიზოდი დასაწყისია რა. და წავიკითხოთ და ვთქვათ ჩვენი აზრები რა. ესე იგი, პირდაპირ, ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასაწყისია რა. ამ თარგმანში ესეა. როცა გრეგორ ზამზა ერთ დილას შფოთიანი სიზმრებიდან გამოერკვა, ნახა თავის საწოლში ვეებერთელას საზარელ მწერად გადაქცეულიყო. ეგ არის დასაწყისი. რაც რაღაც ცოტა უცნაური არის ლიტერატურაში, იმიტომ რომ ლიტერატურაში კი არა ზოგადად ეგეთი ტექსტი, ეგრერო ტექსტი იწყებოდეს, ცოტა რავი, უხერხულია მინიმუმ რა, რას ნიშნავს მწერად გადაიქცა. მე
ჩემი აზრი მაქვს თან მოვიშველიებ სხვა ტექსტს. კონკრეტულად კი დოსტოევსკის ორეულს. და ეგრე იწყება ზუსტად იქაც რომ თავარი პერსონაჟი იწყებს გამოღვიძებით, ანუ რაღაც ეს პოპულარული აი ესე ვთქვათ მეთოდია რაღაცა მე-19 ბოლო დოსტოევსკიდან მოყოლებული მწერლებში და ბევრი იყენებს რა, მაგრამ ესე ოსტატურად რაღაცა როგორც დოსტოევსკი და თუნდაც კაფკა იყენებს, ჩემი აზრით ბევრს არ გამოუვიდა. მოდი წავიკითხავ ორეული როგორ იწყება დოსტოევსკის რა. 8 საათს ბევრი აღარაფერი უკლდა, როცა ტიტულარული მრჩეველი იაკობ პეტრესძე გოლიატკინი ხანგრძლივი ძილისგან გამოერკვა. დაამტკნარა, გაიზმორა და ბოლოს თვალიც გაახილა. თვალი კი გაახილა, მაგრამ 2-3 წუთს ისე გაუნძრევლად იწვა, თითქოს ბოლომდე ვერ დარწმუნებულიყო, ნამდვილად გაეღვიძა თუ ჯერ კიდევ ეძინა. აი ესე იწყება ორეული. ეხლა რა აზრიდევ ჩემი აზრით იმაში რომ პერსონაჟი იწყებს გამოღვიძებით. თან აქ წერია რომ შფოთიანი სიზმრებიდან გამოერკვაო. სხვადასხვა გამოერკვა წერია ზუსტად იქაც ეხლა რაც წავიკითხე. ანუ გამოერკვა გოლიატკინი. არ ვიცი ეხლა თარგმანში რატო არის ეს მსგავსება და რამე თქვა, მაგრამ ენაშიც შეინიშნება მოკლედ რა ქართულ თარგმანებში. ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი მინიშნება იმაზე რომ ტექსტი გადის ზღვარზე რეალობასა და სიზმარს შორის. ოკეი. ოღონდ თუ დოსტოევსკისთან ეგ არის უბრალოდ რაღაცა ღრმა ძილი, აქ არის შფოთიანი სიზმარი. ანუ კაფკასთან შემოდის კაფკაესკი, რაც არის რა. კაფკას სიმღერა კი არა, კაფკას სამყარო, რაც არის აი რაღაცა აშლილობა, მენტალური, არაგაწონასწორებულობა ფსიქოლოგიური და შფოთიანი. ანუ აქ ერთგვარი გაერთიანება ხდება რეალობის სიზმართან. და ფაქტობრივად ჩვენ ვერ ვიგებთ ეხა ეს სიზმრიდან მართლა გამოერკვა და მართლა მწერი არის თუ სიზმარში ხდება ეგ ამბავი. ეგ რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ნუ ეხა სიზმარი ფსიქოანალიზში ვიცით რასაც ნიშნავს, ეგ არის როგორც ფროიდი წერდა სამეფო გზა ქვეცნობიერისკენ. ანუ შეიძლება განვიხილოთ რომ ეს არის ტექსტი რომელსაც ჩავყავართ გრეგორ ზამზას ქვეცნობიერში. და მე გრეგორ ზამზას ქვეცნობიერი გვეუბნება რომ უნდა რომ გარიყული იყოს სოციუმისგან? შესაძლებელია ერთი ახსნა ის იყოს რომ სურვილი აქვს მაგის სიზმრები ხო შეიძლება სურვილის გამოხატვა იყოს, მაგრამ მეორე შეიძლება რომ ტრავმა იყოს. და მე ტრავმის გზაზე მივდივარ და არა სურვილის, იმიტომ რომ არ მგონია რომ რომელიმე ადამიანს უნდადეს მწერად გადაქცევა. უნდა შემოგეკამათო ტექსტის თვალსაზრისით იმ ცოტა მერე ნაწილებში. შიში მაშინ ანუ ტექსტის ბოლოში მისი ოჯახი ხო ბედნიერია, დედამისს ასთმა აღარა აქვს. მის მომუშავა დაიწყო თავის დაგალამაზდა ფროიდი. ხო და ამბავი ხო ეგეთია რომ ეს თუ შიშია, მაშინ ეშინია რომ თავისი ოჯახი ბედნიერი იქნება? შიში არ არის, ტრავმა არის. ანუ ოჯახის გაბედნიერება რატო ან როგორ შეიძლება მისთვის ტრავმა იყოს? ეგ არ მესმის კარგად. ოჯახის გაბედნიერება ტრავმა არ არის. ტრავმა არის ის რომ აანალიზებს რომ საკუთარი არსებობა ოჯახს უშლის ხელს ბედნიერებაში. ის გადათამაშებას ახერხებს ქვეცნობიერი, ისე რომ ეს ვერ ახერხებს გაცნობიერებას. მერე ოჯახი ბედნიერი ხდება. ხო, ანუ ამას გონია, ქვეცნობიერს გონია, რომ თვითონ არის მიზეზი ოჯახის უბედურებისა. არადა რეალურად აქ ტექსტში ჩანს, რომ მხოლოდ მასზე არის ფინანსურად დამოკიდებული ოჯახი. ანუ ამ მდგომარეობაშიც კი, როცა გრეგორ ზამზა არჩენს ოჯახს, მაინც გონია რომ თვითონ არის უბედურების მიზეზი. მაშინ გამოდის რომ მისი ტრავმა ეუბნება რომ შენ უნდა მოკვდე იმისთვის რომ შენი ოჯახი ბედნიერი. ხო, საინტერესოა კი. ეგრე გამოდის. ან სიზმრის ელემენტიც ცოტა რომ გამოყვე, მართლა ძალიან პოპულარული ამბავია ეგაი. უბრალოდ ყოველთვის როდესაც გამოგვიძების სცენა რა ტექსტის დასაწყისში გამოგვიძების სცენა. ყოველთვის როდესაც ესეთ სახის ლიტერატურას ვკითხულობდი, პირველი რაც მახსენდებოდა არის ჯეკ ლონდონის დიდი სახის პატარა დასახლის დასაწყისში. იქაც ზუსტად ეგრე იწყება რა, რომ დიკ ფორესტი იღვიძებს და ანუ ოღონდ ეს კაცი რო იღვიძებს ბედნიერია. ანუ სახეზე აქვს ღიმილი რა. და მე იქ ოღონდ ტექსტში ახსნილია დაახლოებით ეგრეა ახსნილი, რომ ეს რო იღვიძებსო რამ ძალიან ცოტა პერიოდი არის გაგვიძებიდან გამოფხიზლებამდე, როდესაც არ ახსოვს მისი ცხოვრება საით მიედინება.
ანუ რამდენი საქმე აქვს გასაკეთებელი და ანუ ბედნიერია, იმიტომ რომ ხო, ყველაფერი მის უნდოვანია, შესაბამისად ღიმილი აქვს სახეს და როდესაც უკვე ბოლომდე გამოფხიზლდება, ეს ღიმილი მოშორდებაო რა და აქ ამ ტექსტს კარგად, ანუ ესეთ ტექსტებს კარგად ვერ ვარგებ, იმიტომ რომ ეგ ელემენტი აღარ არის რა. ანუ ესენი რო იგვიძებენ, ეგრევე გამოფხიზლებულები რანაირად იგვიძებენ არ მესმის, რომ ეგრევე პირდაპირ ურტყავთ მთლიანი ეგზისტენცია, ყველაფერი საერთოდ. აი ეგ არის რომ ჩემი აზრით არც არიან გამოფხიზლებულები რა. ხო, მაშინ ხო, ეგრე გამოდის რომ რჩებიან სიზმრის ფაზაში რა. ხოჭოს არსება. სხვა შორის ვცადე რომ მეპოვა იმაში, ბესტიარიუმში ვცადე რომ მეპოვა ეს ხოჭო და ვერ ვიპოვე. აბარემ მაყურებელს ვეთქვი რომ ბესტიარიუმი არის შუა საუკუნეების ენციკლოპედია არის, სადაც ეს მითიური ქმნილებები არის შეტანილი რა და იქ არის შეტანილი ვეფხისტყაოსანში, ვეფხისტყაოსნიდან ვეფხვი, მაგალითად. კიდევ ძალიან ბევრი არსება არის და იქ ვცადე რომ მეპოვა და საერთოდ ვერ ვიპოვე ვერაფერი მსგავსი. ხო. ეგრეა. ჩემთვის ეს დასაწყისი იდეაში დასაწყის პირველი წინადადებას დიდად მნიშვნელობას ვერ ვენიჭებ, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტიპი იღვიძებს ხოჭო და გადაქცეული და შემდეგი 10 გვერდის მანძილზე, ანუ სანამ კარს არ გააღებს და სანამ ის მაგის უფროსი არ დაინახავს რომ ხოჭოა და სანამ თავიდანობა არ ატყდება, ის ამბავი რომ ხოჭო და გადაქცეული საერთოდ ვერ ატარებს მნიშვნელობას ფიზიკურის გარდა. ანუ მარტო ფიზიკური დატვირთვა. სამსახური იერარქიულად უფრო მაღლა დგას მისთვის. ანუ წარმოიდგინე ტიპი ხოჭოდ ანუ რაღაც საზარელ მწერად გადაიქცა და მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის რომ სამსახურში არ დააგვიანოს რომ ავიწყდება რომ ხოჭოდ მწერად გადაიქცა. აი რაღაცა ის არის რას. ოღონდ ეგ არ არის ჩემი აზრით საფუძველი იმისა რომ შევიზიზღოთ გრეგორ ზამზა. ჩემი აზრით ეგ უფრო იმისთვის არის რომ მე უფრო შემეცოდა როგორც მკითხველს. იცი რატო? იმიტომ რომ მე ვხედავ მან რომ მაგას აკეთებს ოჯახის გამო რა. ანუ სამსახურში მისვლა ეზიზღება რეალურად. უბრალოდ იმიტომ არ უნდა დააგვიანოს რომ ოჯახს ვალი აქვს მისი უფროსის და ის რო იქ არ მივიდეს, მე ვაი ამათ რა დაემართება. შეეცოდება ხო რაღაც მომენტში ზიზღიდან იბადება. რაღაც აღმატებულობის შეგრძნებიდან იბადება შეეცოდება. აღმატებულობის და ზიზღის. გეზიზღება, ანუ ის ხო გეზიზღება რა ის აღმატებული ხარ. იმიტომ მაგითო ხარ აღმატებული რომ გეზიზღება. არა, მე მაგაში არ გეთანხმები. ზიზღი აღმატებულობას ვერ ვაკავშირებ ზიზღთან, უფრო შეცოდების ელემენტს ვაკავშირებ. ანუ ვიღაცა რო გეცოდება, აღმატებულად გრძნობ თავს და თუ გრეგორ ზამზასთან ეგზისტენციალურად აღმატებულად არ გრძნობ თავს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა შენი საქმე. კი, მაგრამ რა შეცოდების საფუძველს მარტო ის ხო არ გაძლევს, რომ ანუ რა გაძლევს უბრალოდ შეცოდების საფუძველს? ის რომ უბედურია? ის რომ რაღაცნაირი ანუ ეგ ელემენტი შენს გონებაში შენ თავს რომ მოარგო. როგორ გადათამაშება? ხო შეგზიზღდება ეგ ელემენტი შენი თავისთვის. და იდეაში მაგას ნიშნავს ზიზღი შეცოდების დაბადებას, რომ საკუთარ თავთან რომ გადმოგაქე ყველაფერი, გეზიზღება შენი თავი მაგ მდგომარეობაში. ანუ პირდაპირ მეორე მხარის ზიზღი კი არ არის, მისი მდგომარეობის შეზიზღება რა, რაც მე შეცოდების ელემენტს ბადებს. მე ძალიან გეთანხმები, მე მეორე მიზეზის გამო ვერ უსწორებ თვალს გრეგორს, აღმატებულობის თვალსაზრისით. ჩემი აზრით, ანუ რასაც შენ ამბობ რა, რომ რაღაცა სამსახური და ამბები. ანუ ეგ სრულად როლის საკითხი. მე ლიტერატურაში არ წამიკითხავ სხვაგან ადამიანი, რომელიც პიროვნული მახასიათებლებისგან ასე დაცლილი იყოს და როლი ასე მძაფრად. რატო არის პიროვნული მახასიათებლები? არ გააჩნია საერთოდ არაფერი. და დედამისი ამბობს იქ, რომ ვეხვეწებიო, რომ რამე გააკეთოს, სადმე წავიდესო, რამე ქნასო და თემი ოჯახი ამის იმაზეა რა, ანუ. ხო და ეგ მისი არჩევანია, კაცო. ვისი? გრეგორის არჩევანია, რომ დაიცალოს მაგ ყველაფრისგან, რომ იყოს როლიანი ტიპი, მარჩენალი როჟა იყოს რა, საყრდენი თუ რა შეძახიან რაღაც. ხო. და ეგ მისი არჩევანია, გასაგებია. თუ არანაირი თვისება არ აქვს და ცარიელი ტიპი არის, მაშინ რანაირად არის? ხო და ნანაირია მისთვის, საკუთარი თავისთვის როლი, რომელსაც ბოლომდე განასახიერებს. ოღონდ ეს როლი არაბუნებრივია? არა, მისთვის სრულად არაბუნებრივია. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტექსტის ბოლოს ჩანს, რომ ეს რო გაქრება, მე თურმე ოჯახს შეუძლია მისი თავისში. ეგ არის ყველაზე საშინელი ეპიზოდი, რომ აი ტიპი წერად გადაიქცა და მაინც ფიქრობს, რომ ვაი ჩემი ოჯახი და თურმე შენ გარეშე შეუძლიათ, რომ რაღაცა გააკეთო. ბოლოში არის ის ძალიან მიყვარს ის აქ ეგ სცენა რა. რომ გოგო თავის შულს რო უყურებენ დედმამა რა, გრეგორის დას რო უყურებენ და უკვე შეგვიძლია სიძეზე ვიფიქროთო. და აი პირდაპირი პარალელი მომდის ხოლმე ეგრევე გონებაში იმასთან, ფოლკნერის სული რომ მომდიოდა დასასრულთან რა, რომ იქ არის ზუსტად ეგ სცენა, რომ ცოლს დამარხავს ქმარი. ანუ რაღაცა აი კილომეტრი. ჰა? სპოილერი გადაახვიეთ 10 წამი ისმენთ. სპოილერი და ცოლს დამარხავს რა. და ცოლს რო დამარხავს, ანუ დილას დამარხავს და საღამო მოდის და შვილებს მოადგება და ეუბნება, ვიღაც ქალთან ერთად მოდის და ეუბნება, რომ გაიცანეთ, ეს არის თქვენი ახალი დედა.
და ანუ გასაგებია რომ ფოლკნერს დიდავათობით წაკითხული არ ქონდა ის, მაგრამ ის ხო სრულიად დამცინავი გადათამაშება ამ ტექსტის. რომ რეალურად რა მნიშვნელობა აქვს რომ წაკითხული ქონდა თუ არა? და არა აქვს, მაგრამ მოგამიცე ხო იგა მე ფოლკნერი ხო მაგიტომ მიყვარს რომ მოგამიცე გარი რომ შენ დაიჭერ მაგას. ეგ მე მგონი ჟერარ ჟენეტის ესე იყო ლიტერატურული ინტერპრეტაციები თუ რაღაც ეგეთი ერქვა, რომლის მიხედვითაც აი ჰომეროსზე რა გავლენა ქონდა კაფკას ეგრე აღწერს. ან დროს საერთოდ სწორი ლოგიკაა ზან. ტექსტებს იღებ მარტო. ეგ ავტორის სიკვდილის თემაა და შეგენა. ხო. მე უბრალოდ მაგიტომ მიყვარს ფოლკნერი, რომ ეგზისტენციალიზმის ეგრე გადათამაშება სახერხებს. იქ ამ წარმომთელი ტექსტი არის, რომ დედას მარხავ. და ვაფშე არაფერ შუაში არა ის ხალი რომ მკვდარია რაღაც. ვინი რომ მკვდარია ვერ გაიგება გარუჩი. მე აქ კიდე ანუ მომეწონა რა ზაფრად იქონია ესე ვთქვა, ზაფრად ჩამჩა პირველი საკუთარ სხეულთან რა მიმართება აქვს, მეორე ოჯახის წევრებთან რა მიმართება აქვს, მესამე სამყაროსთან რა მიმართება აქვს. მოდი განვიხილოთ თვითონ. სხეულთან რა მიმართება აქვს, ეგ გამოჩნდა ერთ-ერთ ეპიზოდში. გავუსვი ხაზი კიდევაც, აი წერის იმაში როა უკვე რა სხეულში. მან აღწერს ერთ-ერთ ეპიზოდში რომ რა ის არის აი ნახე ამ დილას პირველად შეიგრძნო თავისი სხეულის სიჯანსაღი. რა საშინელებაა წარმოიდგინე რომ მწერი ხარ და პირველად ცხოვრებაში მწერის სხეულში გრძნობ შენი სხეულის სიჯანსაღის. აი რაღაცა ძალიან აი საშინელებაა რა სხეულის ქრობის იდეა კი აღარ არის აქ არის რომ აი არა თუ ქრობა არამედ მწერის სხეულში ხარ და რამაგრად გრძნობ თავს და ის რაღაცა საზიზღარი ტექსტია რა აი საშინელებაა რომ აი თანამედროვე ადამიანის სარკე თუ ეს არის მაშინ რაღა დარჩენილა თანამედროვე ადამიანის თან მეორე სიმახინჯე გამოდის მანდ რომ რეალურად ხოჭო ხო პირველ საწყისია რა ანუ პირველ ცხოველურ ბუნებასთან დაბრუნების სცენა გადათამაშება ხო არის რეალურად ეს რო ხდება ცხოველი და წარმოიდგინე უკან გადასulis და წარმოიდგინე შენი პირველ საწყისი რო ხოჭოა ბიჭო აუ რა საშინელებაა ჩემ არ წარმოვიდგენი და იდეაში ჩემ პოზიტივისტური ინტერპრეტაციის ის არის ახლა მე ამ ვიდეოში არ ვაპირებ ჩემ პოზიტივისტური ინტერპრეტაციის კიდე შემოგდებას მაგრამ რაღაცა პირველ საწყისებთან დაბრუნება ის იღვიძებს ძალიან დაღლილი ემოციურად რაღაცა გათანგული და რაღაცა მეც ახერხებს ერთი მომენტი მაინც რომ ემოციურად აინაზღაუროს დანაკლისი და პირველ საწყისებთან დაბრუნდეს და სოციალურობისგან დაიცავოს როლისგან დაიცავოს უფრო სხვათაშორის მაგ სოციალურობაში აი ოჯახის წევრებთან რა მიმართებაც აქვს. მან იყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ სახელი ოჯახის წევრებში მარტო დას ქვია რა გრეტე. დედას და მამას სახელი არ აქვს. რეალურად ყველაზე ახლოს დედასთან გრძნობს ჩემი აზრით თავს, რაღაცა ყველაზე ახლო ემოციური კავშირი აქვს, იმიტომ რომ თავიდანვე დედამისი იძახის რომ რაღაცა უჭირს და არ შეუმტრიოთ კარიო. და მე გამოჩნდება იქ და როგორც ზრუნველი ფიგურა და მამა როგორც რაღაცა ჩაგვრელი ფიგურა ძალიან ფროიდის და ოიდიპოსის ის აქ აურა ტექსტს მაგ კუთხით და მათ სახელები არ აქვთ რა. ხო და ეგ რას უნდა ნიშნავდეს? აი მშობლებს სახელები არ აქვთ, ეგ ნიშნავს გაუცხოვებას მათთან და დასთან სიახლოვეს თუ როგორ? იმიტომ რომ ნახე სახელი ვისაც აქვს ის პერსონაჟი და ხდება ბოლოს ინიციატორი რომ ამ გრეგორ ზამზასგან გათავისუფლდეს. ხო. და ძალიან ირონიულია ეგ. მე როგორც კითხვისას ეხა რომ კაი შეკითხვა იქ ძალიან და ეხა კითხვისას რომ ანუ რო ვკითხულობდი ახლა მქონდა ეგეთი რომ და როგორც ჩანს ერთ-ერთი სახელიანი პერსონაჟი არის ერთ-ერთი პერსონაჟი რომელიც გამოცალკევებულია გრეგორისგან ანუ რაღაც მომენტში მიბნულე იქიდან გამომდინარე პლუს ამას რომ და სხვა შორის მოახლესაც სახელი აქვს ხო ანა ქვია თუ სწორად მახსოვს აი ეგ არ მახსოვს ანუ ეგორი პერსონაჟი გამოცალკევებულები არიან გრეგორისგან მაგრამ დედა და მამა რაღაც მომენტში უბრალოდ განცდა მქონდა ეგეთი ვერ ხსნი რატომ მქონდა ეგეთი განცდა მაგრამ დაახლოებით ეგეთი განცდა მქონდა რომ და მოახლე გამოცალკევებულები არიან და დედა და მამა მაინც მიბმულები არიან იმიტომ რომ მე თავიანთ ცხოვრებას ანუ გრეგორი რო გაქრება გადაამისამართებენ დაზე გრეტაზე გადაამისამართებენ ხო დედა მაინც დაღვრემელია და მაინც რაღაცა ვერ თავისუფლდება უფრო მამა საერთოდ სხვა ფიგურაა და ხო აქ მამასთან და სხეულთან მიმართებით მე მგონია რომ მოვიშველიოთ უნდა წერილი მამას ფრანც კაფკას და მოდი რაღაცებს წავიკითხო ამონარიდებს აი ერთი არის როგორ აღიქვამს მოდი ჯერ წავიკითხავ არ ვიტყვი რაზეა და მინდაპირ მიხვდებით
საკმარის მამამის წერს მოკლედ ამ წერილს რა. რამდენიმე იმას ვიტყვი ფაქტს, აგერ ამოწერილი მაქვს, ესე იგი 1919 წელია, ამ დროს კაფკა არის 35 წლის, მამამისი არის 67 წლის. 5 წელში კაფკა გარდაიცვლება და 12 წელში გარდაიცვლება მამამისი. მამამის ეს წერილი არასდროს წაუკითხავს. აი ერთ-ერთი ამონარიდი. საკმარისი იყო ვინმეს მიმართ რაიმე ინტერესი გამემსხავნებინა, ჩემი ხასიათის გამო ეს ძალიან ხშირად არ წხდებოდა, რომ შენ ჩემი გრძნობებისადმი ულმობელი და შეხედულებების არად ჩამგდები. მაშინვე ერეოდი და ამ ადამიანის თათხვას, ცილისწამებასა და დამცირებას იწყებდი. უდანაშაულო, ბავშვურად უმწიკლო ადამიანებს, როგორიც მაგალითად ებრაელი მსახიობი ლევია, მეგობარი მისი, ეს შეეხო. მას, რომელსაც არც კი იცნობდი, რაღაც საზიზღარ მწერს შეადარე. აღარც მახსოვს რას, ხოლო ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მისამართით მუდამ ძაღლისა და რწყილის იგავი გახსენდებოდა. ეს ძაღლისა და რწყილის იგავი ხა სხვაგან წაგუყვას, მაგრამ მის მეგობარზე თქვა, რომ რაღაც საზიზღარი მწერიაო რა. თავისუფლად შეიძლება რომ რაღაცა ინსპირაცია ან ზოგადად ეს მამის ფიგურიდან მოდიოდეს აი ინსპირაცია. შეიძლება კი არა, აუცილებლად ეგრეა. მამის ფიგურამ განსაზღვრა მისი ლიტერატურის ძალიან დიდი ნაწილი. და აი კონკრეტული დეტალებიც კი, როგორიც არის საზიზღარი წერი რა არის. და ეხლა სხეულთან მიმართება როგორი აქვს, მაგალითად კაფკას თვითონ რას წერს აქ. აი მაგალითად ცოტა დიდი ის არის რა ქვია ციტატა, მაგრამ არა უშავს. ჩვენთან ებრაელი გიმნაზისტები, კაფკა ებრაელი იყო თვითონ, როგორც ვიცით, ჩეხეთში ცხოვრობდა პრაღაში და გერმანულენოვანი იყო. ჩვენთან ებრაელი გიმნაზისტები უცნაურები, ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელნი არიან, მაგრამ ჩემსავით ცივი, დაუცველი, მიუსაფარი, უძლეველი, ბავშვურად უსუსური, სასაცილომდე მისული, ცხოველური თვითკმაყოფილი გულგრილობით ახსავსე, თვითკმარი. მაგრამ სრულიად ფანტასტიკური ბავშვი არასოდეს არ შემხვედრია. მართალია ეს ნერვული სისტემის დანგრევის საწინააღმდეგო ერთადერთი თავდაცვა იყო შიშისა და დანაშაულის გრძნობისაგან. მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით ვიყავი გართული. საზრუნავი კი ერთობ მრავალფეროვანი იყო. თქვათ ხელვა საკუთარ ჯანმრთელობაზე. და აი აქ შემოდის ახლა საკუთარ სხეულს როგორ უყურებს. ის იოლად გაჩნდა, ანუ დაავადება იპოქონდრია. წამდაუწუნჩნდებოდნენ პატარა შიშები საჭმლის მონელებასთან, თმის ცვენასთან, ხერხემლის გამრუდებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მათ აურაცხელი საფეხურები ჰქონდათ და საბოლოოდ ნამდვილი დაავადებით დასრულდა. რა იყო ეს ყველაფერი? არ ამგონია ნამდვილი ფიზიკური ავადმყოფობა ყოფილიყო, მაგრამ რამდენადაც არაფერში არ ვიყავი დარწმუნებული, ყოველ წამს ჩემი არსებობის ახალი დადასტურება მჭირდებოდა. სინამდვილეში შეუდავებლად არაფერი არ მეკუთვნოდა, რაც მხოლოდ ჩემი იქნებოდა, რასაც ჩემით გამკარგავდი. სინამდვილეში მემკვიდრეობაზე უფლება აყრილი ვაჟიშვილი ვიყავი და ბუნებრივია მსგავსი ეჭვი ჩემთვის ყველაზე მახლობელი საკუთარი სხეულის მიმართაც გამიჩნდა. სიგრძეში ვიწელებოდი, მაგრამ ამისთვის რა მომეხერხებინა არ ვიცოდი. ტვირთი ერთობ მძიმე იყო, ხრებში ვიღუნებოდი, მოძრაობას ვერიდებოდი, მით უმეტეს ნებისმიერ ვარჯიშს და სუსტი ვრჩებოდი. ანუ საკუთარ სხეულს როგორ აღიქვამს, ხო წარმოგიდგენია. ანუ რაღაცა დაავადებები სჭირდება საკუთარი არსებობის ახალი დადასტურებისთვის. ანუ მე რო არსებობ, მჭირდება რომ ვიგრძნო ჩემი სხეული და ჩემს სხეულს მხოლოდ იმით ვგრძნობ, რამე დაავადება ან ტკივილი თუ მაქვს მასში. აი რა მასშტაბებზია გასული წარმოიდგინე. ბიჭო და მე წარმოგენია ეგეთ დროს რამ ხელა იქნება მოთხოვნილება რომ ცხოველური ის კონდეს სხეული. ზუსტად. რო აი რაღაცა ის აი ძალიან უცნაურად ვიტყვი, მაგრამ ვეფხვის სხეულში იყო, იმიტომ რომ ადამიანის სხეული, შენი ადამიანის სხეული ის არის დავდომილია რა. იქ თუ გახსოვს აი ამ წერის სხეულებრივი ტკივილის რამდენი ეპიზოდია, რაღაცა კარსო გაეხახუნება და ეს გადმოუვა რაღაცა სითხე, რაღაცა თავი რომ თავს რომ მიარტყამს. აი ტკივილების ფენომენი რა მაგრად არის წიგნში და ეს პირდაპირ აქედან არის, ანუ ეს არის საკუთარი არსებობის დადასტურების მცდელობა. რომ ტკივილი მიიყენოს სხეულზე, ქვეცნობიერად, ეხლა ძალით შეიძლება ეს არ მიერტყას არაფერს ან არ დაიმართოს რამე, მაგრამ ქვეცნობიერად ამის მოთხოვნილება აქვს ადამიანს, რომ სხეულის ტკივილით დაადასტუროს არსებობა. კი და ეგ არის ყველაზე საშინელი რამე, რაც კი შეიძლება დაგემართოს. და ძალიან მე რაც საკმაოდ ხშირია ეგ ელემენტი და მოდერნულ ადამიანში რო ეგრეთ სადოს დადასტურება რა. ხო. რავი, ანუ კაფკას რო წაიკითხა ადამიანი მე მგონია რომ ეგ სურვილი რაღაც მომენტში უნდა გაიქარწყლო როგორმე რა. ბიჭო აი რა წარმოიდგინე დაავადება გაქვს რეალურ ცხოვრებაში და შენ პერსონაჟს ქმნი ხოჭოდ და ამ ხოჭოს რაღაცა ფიზიკურ ზიანს აყენებ და მე როგორ აღწერ ამ ფიზიკურ ზიანს, ანუ რაღაცნაირი ფერის სითხე გადმოუვიდა პირიდან, ოდესაც გასაღებით აღებ და კარებს და ვახ ბიჭო. ანუ
ერთად გაღების ის არის მან ამბავი რომ ანუ რაღაცის გახსნას ცდილობდა, რაღაცის მოხელთებას ცდილობდა, თან აი ეს სითხე რო იღვრება და პირით რო აღებდა, აი რაღაც ამ კარში უკვე გასვლას რა აზრი აქვს, არ ვიცი, აი საშინელი ტექსტია. აი სუნი ასდის იმის თანამედროვე ადამიანის ხრწნის. მამა მოდერნული ადამიანი მართლა ხო ეგეთი გახდა რა, საკუთარ ხელს ვერ აღიქვამს. მინდა რომ დავიჯერო. ვერა ანუ შეხვედრია ბევრი ადამიანი ვინც ახერხებს რომ თავის სხეული აღიქვას, იარსებოს როლის გარეშე. როლის გარეშე არა, აი ისა აი მე შემხვედრია როლის გარეშე არსებული ადამიანი და აი ულამაზესია რა. ჩვენ ხელა თან ბიჭო. გამოვშტევდი მე რო უყურებ მიხარია რა. ბრავო. მართლა გიშია ის. ხო. და სხეულის აღქმა ვაფშე არ არის. არსებობის დადასტურება შეიძლება გჭირდებოდეს, მაგრამ თან როგორ გჭირდება ხო გააჩნია ბიჭო. მოცა. ზოგადად ჩვენ ასაკში მყოფი ბიჭები და ცოტა პატარები საკუთარ ფიზიკურ სხეულის აღქმას და სქესის აღქმას რო ვერ ახერხებენ, მიდიან დარბაზში ვარჯიშობენ, რაღაცას აკეთებენ, სპორტს მოკიდებენ ხელს რაღაცა და ანუ ეს თან ანუ წარმოგიდგენთ ჩვენ ასაკში ხო ვერ აღიქვა საკუთარი სხეული და სქესი. საკუთარი არსებობა მაგით ხო მე ვეღარ დაადასტურე, იმიტომ რომ ის ვერ მოხდა. და 35 წლამდე, უფრო მეტამდე 40 წლამდე გასტანა ამ ყველაფერმა და მთელი 40 წლის მანძილზე ტიპი ცდილობდა საკუთარი არსებობის დადასტურებას რა. იმიტომ რომ უბრალოდ ახალგაზრდობაში ჩვენ ასაკში არასწორი მექანიზმები აირჩია იმისთვის და მამამისმა ხელი არ შეუწყო ცხოვრებაში, რომ ადამიანად შემდგარიყო. ხელი არ შეუწყო კი არა პირიქით. ხო შეუშალა ხელი. არ ვიცი რა გაზრახ თუ რაღაც. ყოველ შემთხვევაში ამ წერილიდან ეგრეთ ჩანს და მთელი მისი შემოქმედებიდან ეგრეთ ჩანს მამის ფიგურაზე. მე ის ამბავი უცებ ვიტყვი ამ ამბავს, ის ამბავი მამამისი არასდროს მოვიწყდება ბიჭო. კაფკარო წერს ხამე ალდექიო, მამაც ჩემს წყალი ვთხოვეო და ხელი მოკიდა თავის შვილს და გარეთ სიცივეში გააგდო რა და ეს სიცივეში აივანზე დატოვა ბიჭო. ხო, ვახჩი. მე როგორ უნდა იმას ან მაგიტო ან მე შეიძლება აქ ვიდგე და ვამბობდე რომ რა ის კაფკა, რა ის ეგ ნაწარმოები, რა ის და ანუ რავი აივანზე არ გაუგდივარ და ის და ეგეთი პრობლემა არ ქონია და რეალურად ასე შიშველი ნაწარმოები იშვიათია. ძა აი მაგიტო არის კიდე იღირებული რომ არაფერს არ მალავს რა. აგიტკენ ვიღაცას აქვს ჩემთვის ნათქვამი რა ეგრე რომ კაფკა იმიტომ არის გენიალური მწერალიო, რომ წერდა იმიტომ, რომ არ გამოქვეყნებულიო ყოველმისი ნაწარმოები, იმ განცდის წერდა, რომ არავინ წაიკითხავდაო რა და სრულიად შიშველია მაგის გამო მთელი ტექსტი. და ეგ მართლა ძალიან სწორია. ხო, დაწვიო მე მისმენება პროცესი. ვაშლის ეპიზოდია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ არის რომ ეს კედელზეა უკვე ძალიან ხოჭოშია, ანუ რაც უფრო ტექსტი მიდის, მით უფრო ხარისხობრივად მწერი ხდება. მაღალი ხარისხის უფრო მეტად ხდება მწერი. და იქ არის ეპიზოდი, როცა მამამის და ამას შორის არის რაღაცა ორთაბრძოლასავით, ფროიდულად და სხვა რამე გამოდის, მაგრამ ეხლა ჩვენ ეგ დავიკიდოთ. ანუ ვაშლს ესურის იმისათვის რომ ჩამოაგდოს კედლიდან მწერი გრეგორ ზამზა. და მე ეს ვაშლის ნარჩენი მთელი რაღაცა სიცოცხლის ბოლომდე, ან სიკვდილამდე აწუხებს, იმიტომ რომ ჩარჩენილი აქვს სხეულში. და ჩვენ ეგ ორივე ერთადზე ვართ რაღაცა ერთად წავედით რომ მოკლედ ეს არის ჩვენი აზრით დღეს ეგრე გამოვიდა რომ არ ვაყრით ერთმანეთს იმიტომ რომ ეგ დავემთხვით. ჩვენი აზრით ეს არის ეპიზოდი როცა კაფკამ გადაათამაშა ბიბლიური სცენა და რაღაცა ღმერთსა და ედემს შორის ინტერაქციის კაფკასეული, კაფკაესკური ინტერპრეტაცია გამოდის. ანუ ღმერთი ედემიდან გააძევებს ადამს ისე რომ ადამს არაფერი არ დაუშავებია. ანუ გრეგორ ზამზას არათუ განზრახვა ჰქონია ვაშლის ჭამის, არამედ ანუ არათუ უჭამი არც განზრახვა არ ჰქონია რა. და ამის მიუხედავად მაინც ისჯება. ეგ არის კაფკასთან დანაშაულის ცნების გაგება, რაც მე პროცესში საერთოდ სხვა ხარისხში აიყვანა. და ეს ვაშლის ნარჩენი გამოდის მაშინ ის ცოდვის ელემენტი, რაც ბიბლიურად მე ყველა ადამიანს გვაქვს, რომ ჩვენ თავიდანვე ვაშლის ნარჩენით ვიბადებით რა ეგრე კაფკასიანით თუ ვიტყვით. ამიტომ ხო, რაც ვერ მოვიხელთეთ, ესე ვთქვათ, იყო ის და ამაზე თქვენ თუ ვიფიქრებთ, აი იქნება, რომ აი სამი მდგმური რო შემოდის ტექსტის ბოლოს რაღაცა არასრულფასოვანი ინტერპრეტაციები ქონდა და მაგაზე არც ვილაპარაკებთ, ხო, არ მოგახოთ ეხლა ტყუილად თავს. ისა ბიჭო, აი უცებ მიდი და ბოლოსკენ ნელა წავიდეთ. ხო, რომ ანუ მე ბიჭო ძალიან მიყვარს ლამაზი თამამი ხალხი რა. ანუ ძალიან მიყვარს და აი კაფკასთან აქ მით უმეტეს ამ ტექსტში ეგ პრობლემა მაქვს, რომ სრულიად დაცლილია სითამამისგან, სრულიად დაცლილია
სილამაზისგან, ოღონდ ესთეტიკის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ან მეორე კონტექსტში რო გაყვე რეალურად ლამაზი არის ის ამბავი, რომ კაფკას პერსონაჟი ისეთია, რომ ოჯახს არ ჭენს. ანუ სოციალურ თვალსაზრისით ლამაზი პერსონაჟი არის რეალურად. რომ მართლა ოჯახის მარჩენალი ის ეს, მაგრამ ზოგად კონტექსტში აი როგორც ბერძნებთან კარგი დედა ვერ იქნები თუ კარგი ქალი ხარ. ადამიანი ხარ. ანუ იგივე პრინციპით აქეთ სითამამე სილამაზე ნაკლია ძალიან რა, მაგრამ მე რო ჯდები და უბრალოდ იხსენებ ადამიანი, რომ ანუ ადამიანმა მთელი თავის ცხოვრება გაატარა დანაშაულის იმ განცდით, რომ ანუ არაფერი დაუშავებია და დანაშაულის განცდა გაქვს. რავი რა, ანუ მე შექმნი ლიტერატურას, სადაც გაბრძოლება შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ არ იცი რა ხდება რა, უბრალოდ დანაშაულის განცდა გაქვს და მორჩა. მაგის მე შთამომავლები ვიღაცები, აი კუძე მაგალითად იმაში ბარბაროსების მოლოდინში კი ახერხებენ გაბრძოლებას, მაგრამ რავი რა, რა სითამამეზე გვაქვს ლაპარაკი, როდესაც ბავშვს გააგდებენ აივანზე სიცივეში რა. ხო, მოდი 1-2 სინება კიდე განვიხილოთ. ხო. არა უშავს ახლა 10 წუთით მეტი თუ იქნება. ერთი იყო სამსახურის თემა. რაც ახლა შეიძლება ისე განვიხილოთ, რომ კაი გავიგე ოჯახის გამო, მაგრამ მაინც სამსახური არის ისეთი რაღაცა, რამაც ჩაყლაპა ანუ ზოგადად სამყაროს ლოგიკას იმეორებს გრეგორ ზამსა. ჩვენ გალაქტიონი რო განვიხილეთ წინაზე, იქ იყო რომ გალაქტიონის სამყარო გადმოდიოდა გარემოში. და აქ არის რომ პირიქით მთლიანად განსაზღვრულია იმით თუ როგორ მოქმედებს სამყარო. ანუ მისი პიროვნება რო დაცლილია მარტო სხეულში კი არ ჩანს, სამყაროშიც ჩანს. აი მაგალითად. აქ იყო ერთი ეპიზოდი, როცა გაწვიმდა და აი აგერ, ანუ ერთი ეპიზოდი არის როცა გაწვიმდა და ამის გამო სევდიანად იგრძნო თავი, მეორე იმავე წამს რაც შეიძლებოდა კარგად დააკვირდა ფანჯარას, მაგრამ სამწუხაროდ დილის ნისლის გამო, რომელიც ქუჩის მეორე უფრო ფართო მხარესაც კი ფარავდა, ვერ მოახერხა მხნეობის მოკრება და თავდაჯერებულობაც ნაკლებ თუ შეიძინა. ანუ მისი ხასიათი და მისი ემოციური მდგომარეობა განპირობებული არის სამყაროს ლოგიკით. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მის უსუსურობაზე. ეს ერთი რაც მინდოდა აღმენიშნა და მეორე სამსახურის ამბავი. აქ ეწერა ეგეთი რაღაცა. წელიწადის ისეთი დრო, როცა არაფრის კეთება მიღებული ბატონო ზამბზა, საერთოდ არ არსებობს. აი ამაზე გამახსენდა საბჭოთა კავშირის დროს, მოკლედ ბიძაჩემმა მომიყვა ამბავი ჯარში წასვლაზე რა. მოკლედ წასულიყო ჯარში, სადღაც რუსეთში, პეტერბურგთან ახლოს, მაშინ ლენინგრადთან ახლოს. და რო ჩამოვიდა რავი ჩამოვედიო რა და სახში ვარო ეხა და არაფერს არ ვაკეთებ ერთი კვირა გავიდაო და მოვიდა ვიღაცა ტიპი და ეხა შენ თუ არ ადგები და სამსახურს თუ არ დაიწყებ დაგიჭერთო რა და რა მექნა ვავდექიო და წავედი სამუშაოდ. ანუ ტიპი ჩამოვიდა ჯარიდან ერთი კვირა სახში რაღაცა ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ანუ არ შეერგო რომ რავი რა დაანებეთ ამ ხალხს თავი. აქ არის რომ რავი ფილოსოფიური უნდა ვთქვა ცოტა უნდა გამტიო რა. რომ პირველ რიგში კაფკა მიწინასწარმეტყველა ეს, მაგრამ ტოტალიტარული რეჟიმები მუშაობენ ეგრე რა, რომ პიროვნულობის აღქმისგან სრულიად გცლიან ადამიანებს. და მე შემოაქვთ ყალბი როლები, რომლებითაც ცდილობენ რომ პიროვნულობის განცდა შეგიქმნან. ანუ თვითონვე გატენიან როლს, რომელთაც შენ შეეძლებ რომ შენი პიროვნულობის ყალბი აღქმა შეიქმნა. და მე რავი რა სისტემის ნაწილი ხარ და მორჩა. და კაფკა მე იმიტომ იწინასწარმეტყველა რომ დაბალი მასშტაბიდან, ანუ ოჯახის მასშტაბიდან, მამა-შვილის ურთიერთობიდან აქაც რეალურად როლის აღქმას კითხვა ახერხებს, ან პიროვნულობის აღქმას ახერხებს იმით რომ მუშაა რა, მისი მთელი ცხოვრება გატარებული არის მატარებელში, სადაც ყიდის რაღაცეებს. ანუ მისი არსებობის ისა მიზეზი არსი ცხოვრებისა ხდება სამსახური, შენი პროფესია. შენი პროფესია. ეგეც ძალიან ის არის. არასწორი გაგებით შენი პროფესია, იმიტომ ისე კი არა რომ რაღაც შენი ჭი გაქვს იმისი, რა ქვია, მჭედლობის და მჭედელი გამოხვედი, მაგაგებით არა. ანუ უბრალოდ რაღაცა როლი აიღე, რაც შეიძლება გამოგდის, შეიძლება არა, რა მნიშვნელობა აქვს და მაგითი ივსებ არსებობას რა. და ეგ კაფკამ დაგვიწერა და მე გავიდა მაგიდან რამდენიმე წელი, 10 წლეული თუ რაღაცა. ხო. და მოვიდა რაცხები რა. ანუ მან კიდე ბიჭო კაფკას მისიც ერთ-ერთი სიმდიდრე ისიც არის რომ კონკრეტულ იდეოლოგიურ სარტყელში არ ექცევა რა. ანუ არც მემარცხენეობაში ჯდება და არც მემარჯვენეობაში, იმიტომ რომ ეს შეგიძლია მოარგო როგორც მემარცხენეობის კრიტიკას, ისე მემარჯვენეობის კრიტიკას. იმიტომ რომ აქ არის რომ აი ეს პროფესია რო ხდება შენი გამოსაზღვრელი, ეგ შეიძლება მემარცხენე მაგალითად კომუნისტურ რეჟიმშიც ხდებოდეს, მაგრამ შეიძლება ულტრა კაპიტალისტურ რეჟიმშიც ხდებოდეს, ხო? ანუ
იდეოლოგიურ სარტყელზე მაღლა დგას და ეგ ძალიან მაგარია. პროცესშიც ეგ ძალიან მაგრად ჩანს. ბიუროკრატიასაც აკრიტიკებს, მაგრამ თან ტოტალიტარიზმშიც, ანუ უტყავს ყველა. კონკრეტულ იმაში ვერ გაიყვან კაფკას პოლიტიკურ იდეოლოგიაში. ეგ ჩემს მოახერხა იმითი, რომ ანუ ოჯახის ინსტიტუტის მაქსიმალური განცდა შეძლო სიმახინჯის თვალსაზრისით, ანუ მინუსის თვალსაზრისით, ანუ ადამიანური სისუსტეების თვალსაზრისით. და ისე იდეალურად აქ ყველაფერი განცდილი და მე გადმოტანილი, რომ მთლიან მასშტაბს მოიცავს, რა ყველაფერს მოიცავს აბსოლუტურად. ხო, ანუ ადამიანური მასშტაბიდან დაიწყო გაფართოება და არა პირიქით ის არ დაიყვანა. ანუ ორუელი როგორც აკეთებს, რომ სისტემა და ადამიანი გამოყავს ამ სისტემაში, ეს აკეთებს, რომ ადამიანია და სისტემას აშენებს, სასწაულია საერთოდ და არ შეედრება რა. თუ რა თეკონდოს აქ მოთხრობები იგივე პრინციპით რა, რომ სამსახური ცუდია. და ის პირიქით აკეთებს, ანუ ზევიდან ჩამოაქვს და მე ხვდები, რომ რავი ზევიდან ჩამოტანილია და კაი გაგონებთ. ხო, სამსახურში. ხო, რა პრობლემა არა. აქ არის რომ არა. თქო, იდეა ცნება არის შემსუნდელი. იქ აქ სხვაგან ვერ საწახო, იმიტომ რომ ხოჭო გახდი მორჩა. ხო. რაღაცა იგითი რა. აი ახლა მოდი მე მინდა რომ დადებით ნოტაზე დავამთავროთ. აი და მე კამიუზეც ეგრე ვქენი და რაღაცა ამოწერა მიყვარს მას დეტალების და აქაც ამოვიწერე რა ნათელი წერტილები შეიძლება რომ დავინახოთ გრეგორ ზამზაში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა უცნაურია ხა რავი წერა გადაიქცა და კვდება რა. პირველი. ბიჭო, საკუთარ მდგომარეობაზე ხუმრობა შეუძლია რა. აი ამ წიგნის 32 გვერდზე არის ეგეთი ფრაზა. და ასეთ ფიქრებზე გრეგორს მართალია გასაჭირში იყო, მაგრამ მაინც გაეცინა. ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, როცა თვითრეფლექსია შეუძლია. ანუ საკუთარ თავზე ღადაობა რო შეგიძლია, ეგ ნიშნავს, რომ გაცილებით მაღლად გახარ ვიდრე საკუთარი თავი. შენ გაქვს მესამე თვალი, რომელიცაც უყურებს შენ თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. ეს ერთი ნათელი წერტილი. მეორე, მზრუნველი ადამიანია. ანუ ზრუნავს, ნერვიულობს ოჯახსა და დაზე. და ეგ ეხა მთელ წიგნში ჩანს კონკრეტულად იმას არ წავიკითხო. ზრუნვა სხვებისთვის, ზრუნვა სხვებზე კონკრეტულად ჩემთვის როგორც მკითხველისთვის ნათელი წერტილია პერსონაჟში. ეგ ნიშნავს, რომ ჯერ არ დაცემულა რა. მასში ჯერ კიდევ არის ადამიანი და ბოლომდე მწერი არ არის. მესამე, ფანჯრიდან გადახედვა უყვარს, სივრცეს ეტრფის ჩემი აზრით. აი იქ არის რომ მე მისი და რო დაამუღამებს რომ ეს მე მგონი ამ სკამს იმიტომ დგას რომ გარეთ იყუროს, მე აღარ წევს რა ამ სკამს. ხო და ფანჯრიდან ყურება რო უყვარს, ეგ ნიშნავს რომ ბოლომდე მწერი არ არის. მე მეოთხე მაგას ორწამებზე უნდა გაგჩვენო რანაირად ნიშნავს რომ ბოლომდე მწერი არ არის? ანუ ნახე, პოეზიის აღქმა აქვს კიდევ, ჯერ კიდევ. და პოეზიის აღქმა თუ სამყაროს ანუ სამყაროს პოეტური აღქმის უნარი აქვს შერჩენილი. ოკეი, ეგრე გაი. ხო. მეოთხე პირდაპირ ფრაზა. აი იგივე აზრია. იყო კი იგი ცხოველი, როცა მუსიკა მასე ააღება. ო, მესეც პოეტური აღქმა სამყაროს კი. ანუ ჯერ კიდევ შერჩა, ჯერ არ არის მწერი რა. ანუ ჩემი აზრით არ ხდება ის მწერი ბოლომდე რა. და ეხა როგორ მაგას დავასრულებ ამით. ნუ ჯერ ის არის რომ სიკვდილის წინ ოჯახს სიყვარულითა და რაღაცა გულის აჩუყებით იგონებს 99 გვერდზეა პირდაპირ მენდეთ ეგრეა და ეხა არ მოგატყუებს ხალხო სიკვდილის სცენა კვდება განთიადისას ფანჯარასთან მოდი ეხა ის უნდა ვნახო რა აი მე100 გვერდზე არის ამ თარგმანში საათმა განთიადის სამია გარიჟრაზის საწყისი ფანჯრის წინ მზის. შემდეგ კი უნებურად თავი მთლიანად შეეხარა და ნესტოებიდან უკანასკნელი სუნთქვა სუსტად აღმოხდა. ანუ ერთი განთიადისას მზისამოსვლისას კვდება, რაც ჩემთვის რაღაცა იმედის სიმბოლოს ტოვებს. მეორე ფანჯარასთან არის ისევ, რაც ჩემთვის ნიშნავს, რომ ისევ პოეტურად აღიქვამს სამყაროს და ბოლოს. ბიჭო, სიკვდილი არის არჩევანი მისი. ხო. ანუ თვითონ ირჩევს რომ მოკვდეს, რაც არის ძალიან ღირსეული და რაღაცა ვაჟკაცური საქციელი რა, ეგ არ არის ის რომ მწერი საკუთარ სიკვდილს ვერ აირჩევს. მარტო ადამიანს შეუძლია რომ გააზრებულად მოკვდეს რა. აი და ისევ ბედნიერებისთვის კვდება, ოჯახის ბედნიერებისთვის. ზუსტად, აი რა ხარისხია გაყვანილი. დამპალი ვაშლი ისევ ზურგზე აქვს, ზურგზე და ჭრილობის ირგვლივ ანთებიან ადგილს, დამპალ ვაშლს და ზურგზე და ჭრილობის დამპალ ვაშლს ზურგზე და ჭრილობის ირგვლივ ანთებიან ადგილს, რომელიც მტრის ნოტიო ფენით გადაფარულიყო, უკვე ნაკლებად თუღა გრძნობდა. წოდვის ელემენტი ეხსნება, იმიტომ რომ სიკვდილში გადადის. თავის ოჯახს ახლა ის სიყვარულით გულაჩუყებული იგონებდა, ის იცვლიდა რომ უნდა გამქრალიყო. და იქნებ უფრო გადაჭრითაც კი ვიდრე მისი და. ირჩევს რომ მოკვდეს. ანუ რეალურად კაფკა არ არის ეს ნიჰილისტური ტექსტი. ეს არის რომ აი სარკე, აი ილია რო წერს რომ აი მე სარკე რაღაც. ჩაგახედეთ, ეგ არის კაფკა რა. რომ აი მოგვიტანა აი თანამედროვე ადამიანი და იმედის შანსი მე ტექსტში მაინც დავტოვე.
და იმედის ძებნა უკვე თქვენზე მომიდია. ხო. და გაფრთხილებაა რომ არ დაიმსგავსოთ. მაგრამ დავემსგავსეთ. ხო, რა გავაკეთეთ. არა ხო, ვერ გადაუხვეთ და სამწუხაროდ მაგიტომ არის მე მირჩევნია რომ დადებით კონტექსტში იყოს აქტუალური კაფკა, მაგრამ ანუ ყველას რო აი ხოჭოს ფოტო უყენია და რაღაცა კაფკა და აი მაგის მანიშნებელია რომ გვესმის ძალიან მაგრად გვესმის კაფკას, იმიტომ რომ ჩვენ მაგ პარადიგმაში ვცხოვრობთ. და ეგ ძალიან ტეხავს. ხო და გვესმის და აი კომფორტს გვიქმნის, ეგრე არ უნდა იყოს თორე გვესმის, რო გვესმის ძალიან კაია რა. მთელი მუღამისა რომ უნდა გვესმოდეს, უბრალოდ კომფორტი აღარ უნდა იყოს. ხო, ზუსტად კომფორტს გვესმის მსგავსების ამბავი. ანუ ჩვენი მსგავსია ამის პერსონაჟები და რავი რა საშინელებაა, საზარელი. ხოჭოს რო გავხარ, კარგი რა. წადი ოდისევს დაიმსგავსე რა გინდა რა. ხო, ზუსტად აი. სხვათა შორის ოდისევსზე მინდოდა თქმა ბიჭო, რა კაია. პროფესიით ვინ არის გახსოვს? კი. ვინ არის? სახელი არ მახსოვს, ყიდის რა მეტრო ხო, მოგზაური. ანუ ოდისევსური პერსონაჟია. ანუ ამით თან იმას გვაჩვენებს, რომ ლიტერატურა მოვიდა ოდისევსიდან გრეგორ ზამზამდე. ვა. აქ ერთ-ერთ ეპიზოდში ეწერა, რომ აი იმიტომ ავირჩიეს პროფესია, რომ მოგზაურობა მაგრამ ევასებაო, მაგრამ იყვარსო. ვახ რა, კაი ინტერპრეტაცია. განსაზღვრული აქვს ბიჭო, ამას ბერძნული იდეა აქვს, თვისება აქვს, რომ მოგზაურობის სიყვარული აქვს, მაგრამ განწირულია რომ წერი იყოს და ოთახში მოკვდეს. საშინელებაა, წარმოიდგინე. აუ წარმოიდგინე, კაფკა რო ბედნიერი. ჰომეროს რო ეს წაიკითხა ეხლა. უფ. გაგიჟდებოდა, აი მე თვალე. გადაახევდა თავზე რაც. ანუ ბრმა ხო იყო, თვალი აეღილებოდა ეს რა არის ბიჭო. აი საშინელება. აუ არა, კაი ინტერპრეტაცია ეხლა, მაგრამ მომეწონა. ხო, მაგრამ საშინელია. საშინელი არის ხადია კი. ხო. პროფესია მე სხვანაირად ვერ ახსენე. ხო, ესმის. ხო. მე პროფესია ყოლად ბიუროკრატიის ნაწილში შევიტენე უბრალოდ რა და ბიუროკრატიის და მოგზაურობის ამბავი არ გავიტანე. ბიო, კაცი ვარ. ბერძნულს ვკითხულობ ამდენი ხანია. აგირანი არ ვერ დავინახე. გამოსტერდი. ხო. აი. კაი. ჩვენც ერთგვარად მოგზაურობთ ამ ჩვენ პოდკასტებში სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში და თქვენც გაგვიხარდება თუ ხო ჩვენი მეგზურები იქნებით და ვინც ხართ მადლობა. დაგვიწერეთ ხალხო კომენტარებში რომელი წიგნი ან რომელი ნაწარმოები მოთხრობა, ლექსი, რომანი არ აქვს მნიშვნელობა. განვიხილოთ და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. მეტამორფოზაზე ძალიან ბევრი დაიწერა და მაგიტომაც ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო რომ განვიხილეთ. კისაჯი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ კითხვები, თუნდაც ამ ტექსტზე რას ვფიქრობთ, თუნდაც ნებისმიერ ტექსტზე რაც განვიხილეთ, რას ვფიქრობთ, ან რამე რჩევა, დონაციის ლინკი იქნება აღწერაში და რავი რა, ვინმე იუთუბერებმა, რავი, მიკროფონები გვაჩუქეთ ხალხო. არა გვაქვს გასაჭირში ვართ, არა. ხალხი განათლების სფეროში ვდებთ კონტენტს, ვინმე ბობოლა იუთუბერები გამოჩნდით და ორი ცალი მიკროფონი გვაჩუქეთ. ან ვინმე კომპანია. მე მგონი ვიმსახურებთ, იმიტომ რომ რავი ხა აშკარად ჩემი აზრით ღირებულ კონტენტს ვქნით. აი ვიღაცა ვიდეოს უყურებს, რაღაცა ერთ კითხვას მაინც დავბადებთ მის თავში. ჩვენ თავს რო თავი დავანებოთ, რომ ჩვენვე ვითარდებით, მაყურებელსაც ვავითარებთ ჩვენი აზრით და ვინმე ღირსეული კომპანია ან იუთუბერი გამოჩნდით ხალხო და დაგვეხმარეთ, იმიტომ რომ კაი საქმეს გააკეთებთ. ორადორ მიკროფონს ვითხოვთ. და ჩვენ მზად ვართ, რომ დახმარების მერე ნებისმიერ წიგნი რაც მოგინდებათ, ჩავწეროთ მაგას. მე კიდე ეს არის შეთანხმების ამბავი. ო, კიდე ერთი ამბავი, ჩვენ კეთილი ხალხი ვართ და რამე PDF-ი თუ დაგჭირეთ, ძალიან ბევრი PDF-ი გვაქვს, მოიწერეთ Instagram-ზე და გამოგიგზავნოთ ყველას. წიგნები და ისა, კი ბატონო. ეგეც ბარემ თქვა. ველოდებით მიკროფონს ხალხო ეხა ორი მიკროფონის განყუთვის ვიდეო უნდა დავდოთ ეხა ეგრე. ბარემ დავასპოილეროთ კი არა და ჩორტად ჩავგდოთ. ელოდეთ Q&A-ს ჩავწერთ ძალიან მალე და ავტვირთავთ ესე წლის ბოლომდე აუცილებლად იქნება. შეგიძლიათ რომ კითხვები დაწეროთ, რა კითხვებიც გაქვთ ზოგადად ჩვენთან და მე ცალკე პოსტს დავდებთ მაგას. ეგ იყო მოკლედ სულ დრო კიდე შევამცირეთ, ეხა ერთ საათი ნაკლები გამოვიდა. მადლობა ხალხო რომ გვიყურეთ. იმედია ერთი ორი მნიშვნელოვანი აზრი მაინც დავდეთ. და ნახვამდის მომავალ კვირას შევხვდებით. არ იყოთ კაფკა. არ იყოთ ზამზა. ზამზა ხო. კაფკას ნიჭი მომცა.